ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც მომილოცეთ დაბადების დღე, ყველას გიხდით უდიდეს მადლობას. ამდენი თბილი კომენტარისათვის, სურვილებისათვის აუცილებლად შევეცდები, რომ რაღაცნაირად კომენტარებში მეტად ვიაქტიურო ხოლმე, რაც ფაქტობრივად არ გამომდის ხოლმე მაინც და მაინც. და ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაფერი, რის გამოც ადამიანები ზოგადად აი ჩვენს რაღაც სულიერებას ვივსებთ, ადამიანების სიყვარული, ადამიანების პატივისცემა, მოწონება და რაღაცნაირად გვავსებს შინაგანად, იმიტომ რომ რაც არ უნდა საქმე აკეთო, ამ საქმეში ფული აიღო, თუ შენ ადამიანებისთვის არ ხარ სასურველი, არ არის აუცილებელი მილიონობით ადამიანისთვის სასურველი იყო და ვერ იქნები, მაგრამ შენ თუ პირობითად 1000 ადამიანიდან 3-ისთვის მაინც ხარ ღირებული და 2-ისთვის და 1-ისთვისაც, ესე იგი რაღაცა მნიშვნელოვანს აკეთებ. თითოეული ადამიანი ჩვენ ყველა ვართ ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს. ვინც ვერ ნახეთ ვიდეო, ვერ მომილოცეთ, არც მაგაზე არის ნერვიულად, მეც ბევრ ამას ვერ ნახულობ ხოლმე. ხო და დასვიზავთ. ჩემი ამბებიდან გამომდინარე, მგონი არავის არ უკურს ესეების რო ვარ მეხსიერება გაფანტული, მაგრამ გპირდებით თვის ბოლოდან ჩემს მეხსიერებას მივხედავ. სხვა გზა მართლა არ არის დამიჯერეთ. მადლობა. ჰაი, მოგესალმებით ყველას. შევატყებ შვიდობის მეგობრებო. დავუბრუნდი ჩემი ხერხემლის კორსეტს. სამწუხაროდ უკვე ძალიან აქტიურად ვიყენებ. მოდი სახეს ცოტა მივხედოთ, იმიტომ რომ ყველაფერი მაქვს სახის გარდა, ხო და გადმოვალაგოთ ერთი რა გვაქვს ამ კუნწულიკოში. და იცით გაგწია. არაფერს არ ვყრი დედიკო, უბრალოდ უნდა გავხსნა. ყელი ისე მაგ რაღაცა ხმა ვერა მაქვს ხალხო თავის მოწოდების სიმაღლეზე. ამიტომ ცოტა შიგადაშიგ მეკარგება საუბრის დროს. აგერ ბატონო, მიჩაძიკწიკებულ ჩემი ორგანიზერი. ხო და მოდი დავიწყოთ შრატით. მერე ისე კრატომის პასპორტი. დედა მგონი ვკვდები. გადავიდეთ თვალის დატენიანებაზე. და შემდეგი, მოდი მერე ვნახოთ შემდეგი. აი, რატო გადმოესხა ესე უეცრად და გამეტებით ხო არ იცით. როგორ ხართ ხომ? გუშ ჩემი მულიშვილი იყო მოსული ანა. საღამოს. მამაჩემ მიყიდა ტორტი. მე არ მიყიდია. რატომღაც რაღაცა მეტორტი. ნამცხვარი გიყიდია. ხო, მე ნამცხვარი ვიყიდე. ალბათ შენ. ნამცხვარი მე ვიყიდე და ტორტი მამა მომიტანა, წვენი რაღაცები. ბატონო. გითხოვს ეტამე. არ ვიცი დე. ხო და გავჭერეთ მარიკო ჩააქრო იმღერა 1-5 ჯერ. ხო და იმას ქნა რა ქვია. ამასობაში გავიდა მთელი საღამოს არავის თორ საკრობდა. აი ვიცი. ცოტა შევაში. თვითონ მიირთმევენ დედა, ვაიმე შვილო, ვერ იმაშვი, ვერ ვლაპარაკოთ აი გამატი. მიგიხოცეთ და გავჭირები. დედამ დამახვედრა მოხარშული კარტოფილი და სტაფილო ერთად და ნეკანები მოხარშული. გიჟდებით ყველა, აი მთელი ოჯახი. ძალიან მიჭირს. არ მიდებთ სათვიხა. კოვკი პატარები არ არის. გინდა ეს ვის რას დააცნეს. ხო და მე რა ყველი, პური, რაღაც სალათი, კეთილი გული და დავსხედით მოკლედ. არაფერი განსაკუთრებული. რა? მე უნდა წამო.
ხო და განსაკუთრებული რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის რომ ჩემ ოჯახთან ერთად დედასთან მე რა გინდა დედა რა და თებში კაი დედიკო რა რო დავჯდები მე რატო გინდა თებში ჭიქა საქართველოს აყვავება რა ვიცი მე ემიგრაციაში გაქცეო და ყველაფერი ერთად ვერ გავიგე მერთო გამაგიჟე შემშალა ამბოშმა უკვე ანუ ხვდობთ რა ჩერდა და ყველაზე სასაცილო რა იყო ჩაკრეშვილი არ ვიცი რაღაცა ის არისო ხანძარიო თუ რაღაცა სადღაც და რა თქმა უნდა ხა ჩვენთან რო ჩემფრო იყო შუქი ისე როგორ დამთავრდებოდა ეგ აბა ტურცაცხებია აქეთ და აქეთ არის ისე გამოვედი წყობიდან ერთ საათზე მეტი დენი არ მქონდა მაგრამ ნათურა გვაქვს ისეთი იტენება რა ის არის პრობლემა არ არის დენი თუ არა გაკაშკაშებულია მთელი სახლი და მაგ მხრივ ცოტა მოვისურვე რომ ჯადადას მეთქი დენი არის როგორც ვიცი საბედნიეროდ მსხვერპლი არ არისო ესე რაღაცა ადამიანის ისე არ ვიცი ხარ ამე თუ ისე დაეწყო ალბათ რა თქმა უნდა ხანძარი იყო და ყოველდღე გაითიშე იქნებოდა სერიოზული ამბავი არ ვიცი გეტყვით ვერაფერს სად იყო ხანძარი მე ეგეც არ ვიცი ცოტა იქით მგონი გურამიშვილისკენ ანუ რატომ არ მიყვარს ეს ზედა გეტყვით ამას შეხედეთ ყავის ჭიქაში ჩამივარდა ვერაფერ დავასრულე სახის მოწესრიგება იმიტომ დედა და ბებო იყვნენ ტაქსი გამოვუძახეთ წერტილზე წავიდნენ და რა დარჩა გასაკეთებელი სიმართლე გითხრათ ეგეც არ მახსოვს ამ გვიანდება ის წავისვი თვალიც კი არა და ისა აუ მარიკო გეხვეწები რა დედა რა არაფერი არ ამომიყარო და არ გამაგიჟო და არ შემარყიო აქ კარგით რა ხალხო რა ნუ სიცოცხლე არ შეიძლება რა 10 წუთი რა ჩემ თავს დაუთმოდ რომ რატომღაც დისკომფორტს გიქმნის რატო არ ვიცი ვერ გავიგე და მომკალი თუ გინდა აუცილებლად შენც უნდა გაერიო მარაგაში აქედან არ მოიღო არაფერი გესმის დედა გოსორე თუ წერტილზე წავიდა რა ვიცი დედა კორექტორთან დაკავშირებით რომ მკითხეთ გოგო აქ არ მოქვს მე ავდგები და მასვისა ნომერს აუცილებლად გაჩვენებ სხვა ჩანთაში მაქვს იმედი ახლა ისის ხალხში გადაშეგმოდის არაფერი არა ეხლა კარგად დედა კულტურულად ჩაალაგე ყველაფერი კარგი ყველაფერი ჩაალაგე ეს აქ ყველაფერი სხვათა შორის ეს არის ფეხის და რეკომენდაცია მინდა გავუწიო ძალიან დიდი რომ დაიბანთ ფეხს სუფთა ფეხზე რა თქმა უნდა გაიმშალებთ კარგად შეიშრეთ ფეხი ცოტა ნოტიო კარგია მაგრამ სველი არ გქონდეთ მე ეს გადაიტანეთ ფეხზე წაისვით გააჩერეთ ცოტა ხანი ქუსლები ფეხის თითებში ყველგან ანუ დაბლა ზონაზე ალაპარაკე და მე ეს ხელით დაიმუშავეთ რომ მოგძვროთ ეს ზედმეტი კანი და რაღაცები არის ძალიან კარგი კორტუნულად ჩავალაგე ხო და დავლიოთ ყავა და ვიჭყოთ რატ სხვანაირად წარმომედგინა აწლევანდელი დაბადების დღე მაგრამ ვერ შედგა
მაინცებში ვისი ბრალი იყო ქარდად ჩემი თავისა, მაგრამ ხო რაღაცა ესე აეწყო, აიღე დედი კვარდა მეკარგო. გადავწყვიტე რომ დღეში 3 საათი მინიმუმ მეკეთოს. რადგან მაქვს ესეთი ძლიერი ტკივილები, ნემსუბუქებს შედარებით რა ხო ხდება. მან ნელა ჩადე, ნელა ჩადე. ნემსუბუქებს ამიტომ გადავწყვიტე რომ მეკეთოს, იმიტომ რომ უკვე ჩემთვის ძალიან მძიმეა. კონტროლად ჩავალაგე. ასევე ძალიან კარგი დამატენიანებელი. ის დადე თვალისისა წერბებს. აი გაკოცა, მოდი თორში გავგიშდე ახლა. აი შემოსაყვარელო. კიდევ და ყველა ვიდეოში შემიძლია გაჩვენოთ გოგოებო ის რამაც მე გადამარჩინა. ამდენი დეოდორანტებისაგან, ამდენი დეზოდორანტებისაგან. დატანჯული ადამიანი, რომელმაც შვება ვიგრძენი აი ამაში. ხანდახან ცოტა მომჟაოსუნი აქვს ხოლმე თითქოს. მაგრამ მე კანი შეიწოს და არაფერი პრობლემა გოგოებო არ არის. არის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, არომატები და არის უსუნო. ახლა მე უნდა დავიწყო და არ შემისალო ხელი. არ შემისალო იცოდე. ნუ 4 დღეში ერთხელ, 3 დღეში ერთხელ შეგიძლიათ გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, სუფთა კანზე. ანუ დღეში გაჯერ რო აღარ ვიყენებ რექსონას და რაღაცებს ხალხო იმ ხელა ბედნიერება, ხო, ძვირია, მაგრამ რო გადავთვალე რექსონაში ბევრად მეტს ვხარჯავდი გოგოებო და სხვადასხვა დეზოდორანტებში, ვიდრე ეს რომ თან ანუ ძალიან დიდხანს მყოფნის ეს. რავი, მაშინ რამდენი ხანს მეყო? 2 თვე თუ რა გონი მეტი. აი არ მახსოვს, მაგრამ აი ანუ დიდხანს. და ეხლა თქვენ გადათვალეთ 2 კვირაში თითქმის მე რექსონა აღარ მაქვს. აი 2 კვირას თუ მეყო, რა ვიცი, მალადეც. და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ. ყოშე ჩავალაგო. ჩვენთან ადამიანები. კი, ამდენჯერ იყენებს აი რა ხელა ხარჯებს ხო ხდებით და ნუ ეხლა ეს ბევრად მიღირს რა თქმა უნდა. მე რაღაცა ის არ მოეწონებოდა ჩემ კანს, მე სხვაზე გადავდიოდი და ასე დაუსრულე. ასე არის დავირდი. მიხვდი კვანჭა. ეგ არის იღლიების. იღლიების კვანჭა. ოღონდ შენ არ უნდა წაისო, ეს დიდების არის კარგი. ხო, დიდების არის. მე ჯერ პატარა ვარ. ჩემმა მულმა გამომიგზავნა ყავის ჭიქები, ისეთი როგორც მინდოდა. ანუ მე მაქვს თებშების ნაპური რა, ანუ თებშები ნაყიდი. რომელიც ანან დაწუგა. ვარდა იმას სტუმრებს ემსახურება ხოლმე ის თებშები. მეც მაგრამ ხშირ შემთხვევაში უფრო მათთვის მაქვს ხოლმე. ხო და ფაქტობრივად მისი ნაპურია კაქსია. მომენტი აუცილებლად გაჩვენებთ, გიჟდები ძალიან მომწონს და მე ზოგადად მიყვარს თეთრი ჭურჭელი, ძალიან მიყვარს თეთრი ჭურჭელი. ხო და ძალიან გამიხარდა. ასე ვანჩი. ვერაფრით ვერ მოვიწონე გოგოებო, აი ფერადი ჭურჭელი რო 12 კაცზე. ანუ ოღონდ როგორი ფერადი, ცით ერთი ფერის კი არა. სხვადასხვა ფერის რო არის რა, მაგალითად თებშები, წითელი, მწვანე, ყვითელი, ანუ ისე მღლის, თვალი ისე ხალხო რო არის. ხო და სხვადასხვა ძალიან მომწონს მთლიანი ნაკრებები რო იყიდება. მთლიანი ნაკრებები რო იყიდება. სატყემლე, სამარილე, და ვიცი, თებში, ჯამი, ყველაფერი ეს ერთად რო იყიდება ხოლმე, ხო გაქვთ ნანახი. ფასდაკლებით სადღაც 200 რაღაც ღირს ხოლმე რა. ძალიან კარგია მთლიანი ნაპური გოგო. ეგ ანუ მე ახლა არ მინდა, იმიტომ რომ საკმარისად მაქვს და მეტიც მაქვს. ვანჩი საკმარისია. დაინტრო და დაილეწება მაგაზე მე ვიფიქრე. ახლა ჯერ არ საჭიროებს. მაგრამ ზოგადად ძალიან კარგია. პარსპორტ მომენტში. თუ შეიძლება
ჩუჩაჟება. ინებე. არ გამიხიო დედა. გონცო ეს სპარკოტი წაიღეს სხვაგან. ანუ ეს ფერადები სპარკოტი გოგო. ანუ რაღაცად ვერაფერი მეტროზე წაიღეს სპარკოტი. თუმცა არის ხოლმე შემთხვევა, რომ აი რამდენიმე ადამიანი რომ სადილობს ეს ფერადია ხოლმე ხანდახან ძალიან ხალისობ, მაგრამ რავი რეალურად დიდად რაღაცა დედი, მე ხონდეს თითქოს არ მინდაია. არა, არ გამორიცხული, რომ აი რამდენი ფერადი ვიყიდო და აი თავი გაიხალისო. არც კარადე გამორიცხული. ბებომაც მაჩუკაფული, რაც ეგეც რა თქვა დანაპარზე გადავა. გუში ფულის ჩუქების დღე მქონდა. ვაიმე, არ გადამიგდო ტელეფონი. ჩუქების დღე მქონდა ოფიციალურად გახსნილად გამოცხადებული. ვაიმე და ხოდა მაგასაც გადავიდა. მე ხალხო მინდოდა მეთამაშა ლატარი. დედა ჩემო მე არ გინდა შინჭიმეს. მარიამ გეხვეწები არ გადამიგდო ტელეფონი რა. გონცა მახუვა. აღარ მინდა ეს გვანცა კაცო მე შინი არ გადამიგდო დედა. და ვალა. ნელა დედა ნუ არ ყევ მაგიდას ნელა ჩაალაგე კარგი? ხო საყვარელო აი ეგრე ნელა დე. ხო და მე რო ფიქრო აი მაგის დადებას მაგრამ თან როგორ არის იცით ნელა დებდა თითქოს ვერ ამჩნევ ისე გიგროვდება რეალურად. ახლა მე კი უნდა დადო კაცო ის შენ რასაც აიღებ ხო უნდა დადო ეგრე ხო არ მაგრამ ისე გადავწყვიტე და დედა ჩემ არ გიმრაო და მე მეც რომ ვიხდი მეთქი კაი არ მინდა და მეთქი სიმართლე გითხრათ მე ჩვენი ანაბარზე შევიტანო მინიმალური მაგრამ რაღაცა დანამატი აქვს ხოლმე და მეთქი მივხვდი რომ დედა მართალი ხარ არ გონცა მასწავლე ესენი შატმეთქი მანდა უკვე შუა დღე და მეყავა არ დამილევია და ახლა იმდენის არეცხი მაქვს დასაფენი ხალხო იმადე გონჩი ვერ ვისწავლე ჩვენ ხო ყოველ დღე თითქმის ვიცვით ოჯახი მაღლა ოჯახი და ხო წამოვიდეთ რა ეს არეცხი გროვდება ტონა ზარცხის მაგანა გოხვეწება რომ ან ნამუსისა და გაგტო ასიდისისა და გაგტო აი ესენი გოგოებო დიდი ხანი აღარ გამომიყენებია იმიტომ რომ ცოტა ზარმაცი ვარ მაგამ ბავში გამომიგზავნა ერთმა ინფლუენსერმა გოგონამ რომელსაც არ სურს რომ გავხმაურო გამომიგზავნა აი ესენი ეს არის სულ სახის ნიხბები სამივე ზოგი სიპრიალისთვის ზოგი ამისთვის ზოგი იმისთვის და ვაიმე ხალხო სუნები აქვს ამათ ვაიმე ამათ სუნი აქვს ხო შეიძლება დაიშოკოთ ისეთი მაგარი მაგრამ საყარო და არ უნდა რომ უნდა ცოვალოგო ეგნით სახელი რომ რაღაც ესე არ ჩამეთვალოსო რა და არ მინდა არ არის არც კერძო კომპანია არაფერი უბრალოდ თავის სრულით გაომიგზავნა არ ვიცი რომელი ბრენდის არის ზუსტად ხა ეს მაგრამ თავისი ნაკრები იყო ანუ აი ძალიან დიდი იყო რაღაც და გადავირი ეკინა ანუ ჩემი TikTok-ის ვიდეო შეხვედრია ფორიოზე რა ხელი არ შემიშალო გაიგე სადაც ვიკეთებ დოდონა იკეთებს მეიქაპს ახლა დოდონას გაკეთებული მეიქაპი არ გაიშვა მე არ ვიცი ახლა დოდონა მით უმეტეს და ამიტომ გადაწყვიტა რომ გამოიგზავნა ჩემთვის ისე გადავირი ისე გამიხარ ეს ამი შუამ გამოგიზავნა ვიღაცამ გამოგიზავნა რაც ჩემს გვერდს გოგოებო აქვს შეფერხება დოდონას ბლოგზეა საუბარი მის მერე რა თქმა უნდა კომპანიები ესე აქტიურად აღარ თანამშრომლობენ ჩემთან იმიტომ რომ აღარ ხვდებათ ვიდეოები რამდენმა მომწერა რომ თქვენო გააუქმეთო გვერდიო და ვაიმე არ ჩანხართ არსადო საძიებოშიც კი ხანდახან უჭერთ ხოლმე ძებნა არ ვიცი რა გავაკეთო თავიდან გავაკეთო ახალი Facebook-ი ხალხო 23000-იანი გვერდი როგორ გავაუქმანო აი გული მეგლიჯება ცუდად თვალ ამ ხელ აუდიტორიას რამ ხელას შრომა უნდა რომ მომეგროვებინა ძალიან მიჭირს არ ვიცი რა გავაკეთო არ ვიცი ვის მივმართო და სახმარებლად რომ რა ჭირს გვერდს გავიგუანო აი რა გავაკეთო არ ვიცი ასე არა
დახმარება მჭირდება ვის მივწერო, რას მივწერო, ვეღარ გავიგე. დედკო, სწორად ვალაგებ? კი, ჩემოსაყარ. კი. მაკოცი და გააგრძელი. ნახე რა კარგად ჩავალაგე. ყველაფერი კარგად დავასრულე. დაასრულე ჩემოსიცხლე. კი, აბარა აგონცა. ახლა ძერ არ დამისრულებია ჯერ. ესენიც დამრჩა ცოტაც და. მაგრამ არა უსვავს. მაგრამ ჩავალაგე. მაგრამ არა უსვავს. აი ხა ამას არც ერთი ფერის ჭურჭელი რო არ მირჩევდია, ისე მიყვარს ეს სიკეთრე თვითონ. თუმცა აქ ხა რაღაცები ნაყიდი მაქვს, რაც აღარ მომწონს, მაგრამ დასაწყისში, ნუ აი ჰოპ დავიყიდე, კარგი იყო, მაგრამ ახლა აღარ მომწონს. ოღონდ ჯერ გამოცვლას არ ვაპირებ, რა თქმა უნდა. მაგრამ სამომავლოდ რაღაცები და შევცვალო რა უოჭველი. ხა მე ძალიან დიდი ფართი თქვენისაც იცით რომ არა მაქვს და ეხლა რავი 12-14 თებშზე მეტი რა თმიდა. ანუ ისეთი რომ ისეც მქონდეს, ასეც მქონდეს, ანუ ორნაირია. მაგის ანუ ენას არა. ეგეთი რომ გაგიწიათ. ანუ ენა უბრალოდ არ გამოჩერებია ბა. აი მოდომებულია. ლაპარაკი და ესებში ხონდა ნახი გაქვთ რო გაჩვენეთ. ამას გიგები ისე მომწონს. ძალიან მომწონს ძალიან. თან ნახეთ როგორი ის არის. ანუ საკმაოდ ძველია რეალურად ეს თებში და ოჩემი. ასევე ძალიან მიყვარს. აი ეს ნექების თემისთვის ვიყენებ. აი მჟავე და რაც ამოსა. ნექებისთვის ვიყენებ. ფერად რა აქვს ცუდი გოგოებო, იცით? აი მალე იქერცლება თვითონ ის ფერი რა, რაც ანუ ძალიან მაღიზიანებს ხოლმე მერე. ეს დედას თებში გავატანოთ. რაღაც მოვიფიქრეთ ჩაშენების კუთხით, აი აქ სამზარეულოში. ხო პატარაა, მაგრამ აიჩვენე. სივრცე მომცეს. სივრცე კი არა და ადგილი, რა ის სივრცე, სადა მაქვს სივრცე. რაზომაც მე ვარ ხალხო სიდავლით ზუსტად ისეთი ისაბა. მაგრამ სამაგოდ ისე მიყვარს ყველა ჩვენი სახლის კუთხე, აი ისე მიყვარს რომ გიჟდები. ნუ ეს გასაცხელებლად ვიყენებ ხოლმე. ხო და ესეთი ამბები გოგოებო, მაიმე გეფიცებით. მაიმე დედა. ის დღე გამითენე რომ ხერხემალი არ მტკიოდეს და თავი არ მტკიოდეს, არაფერი აღარ იდა. ილოცეთ ჩემთვის. მაგ დღეს მომასწრო, მეტი არაფერი არა. აღარ მიდა, არა, ფულიც აღარ მიდა, აწკონებ, არაფერი არ მიდა. ჯანმრთელობის გარდა აღარაფერი აღარ მიდა. რეალურად ეს არის ამდენ პრობლემას რო იწვევს გოგოებო, მეტი არაფერი. კარგი, ეს შევდოთ აქ, შევაკუსკუსოთ. ბაიბი, ისე კარგად ვიყენებ ხალხო ამას, ისე კარგად ვიყენებ, რა გითხრათ. აი ეს რომ აქ დიდი ჭიქა 4 ესეთი ჩადის ჩვეულებრივად. არა და თითქოს 6 უნდა ჩადიოდეს, ანუ ხელა არის რეალურად, მაგრამ 4 ჩადის. ხო და 4 დიდი ჭიქა. რა ხდება მარიამ? არა, კოცნა არ მინდა, ერთი წუთით რა ხდება? ძალიან გთხოვ რომ დამაცადო, კარგი? ეს ჯინაზე კივილი აქ შემიძლია რა დედა რა. არ მომწონს ეკცევა და
მომკალი ახლა თუ გინდა, არ მომწონს. არ არის ეგ კარგი და სწორი. რომ ჩემთან ერთად სპეციალურად კივი. ჯერთი არ კივი, საუბრობ. მაგრამ შენ კივი. რა არის, კაცო, ზღვარგადასული კივილი, ვერ გავიგე. რატო თორე კი, ანუ რა გაკივლებს, უბრალოდ მაინტერესებს. იმიტომ რომ ჩემი ხმა გადაფარო, არ მომწონს ეკცევა მე და გაითვალისწინე ძალიან გთხოვ. რომ მე 1000 ჯერ ვერ გავიმეორებ ერთი და ის. რაიმე დედამ გამოატანა ჩემთვის და ნერა მხელა ვერ გიტყვი, აი. აი ჯორბა თავს რომ მოვიჭრი, აი. იმხელა ახალხო რომ არსად არ ეტყვა, ანუ უჯრებში არ ეტყვა. იმხელა. ხვდებით ხო სპეციალურად ხმა მაღლა ბოდიში კივის. აი მე. ასეთი ამბები მოკლედ გოგოებო. ესეც გავწმინდოთ. აი მე, ამის ნერვი, მე ხმა აქვს ეს პაწაპუწუ რაღაცეების ადგილი. ეს მივაბძანო დედაჩემთან. მარიამს აქვს თავისებური ახსნა, რატო არ უნდათ მის შეკვრა. იმიტომ რომ სახლში ვარ და მეტკინებათ მევიო. დავარცხნით კი ბატონო, პარ შეკვრას ესასი გვარზია, ამიტომ დავდივართ ასე დაუნდობლად გაწეწილები მეგობრებო. გონცა. ბატონო. ესენი საათ. მან ჩადედე. შატო. ნახეთ როგორ თანწყობა აქვს. გოგო მე ახლა მოვჭი. კარგი დედა. ისინი აღარ ეტევა შვილო. დედი ნახე, აი ასე უნდა ჩააწვა. აი, ასე დედა. ხო, კარგი. აი ასე საყვარელი. ესენი? ეგენიც დე, ნახე. მოდი ჩემთან. მოდი ეგ არა ჯერდა. ნახე, ჩადეს. აი ასე, ეს საყვარელო ეს დაგჭი. დავკეტოთ ხა. ეს მოდი ამას სხვაგან შევინახავთ, ხო? კარგი. კარგი, შენახეს. დავკეტოთ დე? კი, დავკეტე. ნელა, ნელა. ნელა, ნელა. აი ასე. დიდი მადლობა. პასპორტი? მომეციდე შევინახო. შენახეს სხვაგან. მომეციდე, მადლობა. ჩემი ჩალაგება? კი, შენი ჩალაგება ძალიან მოეწონათ დედა. ჩემი საყვარელი კუთხე. გიჟდები. მარიკო თავისი შემოქმედებით გადაწყვიტა, რომ თოჯინებს უნდა აჭამოს და კი ხედავთ რა დღეშიც ვართ აგერ. აჭმევ დედა? ოჩა, გენაცვალა დედამ. სერიოზული სუფრაგა გაშლილი. ასევე ბარემ გაჩვენებთ ჩემს სილამაზე ჭიქებს. ზუსტად აი, ასეთი თეფშიპი მაქვს მე. ხო და რაც მიდოდა ის მომიბრძანდა დაბადების დღეს. ძალიან მომწონს. აი, ძალიან. დიდი მადლობა და ხო 6-ია. სხვათა შორის რაღაც ჭიქები ვნახე ერთ მაღაზიაში მომეწონა თეთრები ყო ასეთი არა ოღონ და 4 იყო და ვაი 4 რატოა თქვა ანუ 5-ში და 4 და
სხვაგანაც მინახავს, მაგრამ აი ისეთი ჭურჭელი იყო, რომ აი 4 რო არ უნდა ყოფილიყო და 6 რო უნდა ყოფილიყო რა. ხო და არ ვიყიდე, კიდე კაი არ ვიყიდე, იმიტომ რომ ეს ბევრად მოწყეს. მადლობა. ასევე ეს ნამცხვარი ვიყიდე და თუ სადმე შეგხვდებათ, არ იყიდოთ. აი ასეთი არ იყიდოთ. არ ვიცი, რაღაცა გაურკვეველი გემოები აქვს, მე ვერ გავუგე ვერაფერი. არ მომეწონა. შევწავ კარტოფილს ორი ჩემი გავხდარი ხილით, არ შევწავ კვერცხს, მოდგები აღარ არის. კიდე შევწავ, 2 წუთში აღარ არის. დავადგავ სუპს, მოდგები, გავა 2 წელი აღნიშნავ 8-ჯერ ახალწელს დგას. გამაგებინეთ ხალხო, რატო აჭამს ეს ხალხი სუპს, ქვაბი არ მოწოდ. არის წვენი შეხვრება ეზარებად.